საქართველოში 252.029 ცეცხლებს ცეცხლზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება. ცვლილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი 0.25% პუნქტით გაიზარდა და 8.25% შეადგინა. საზოგადოება და ბანკების მონაცემებით 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად განაკვეთზე მიმმული ცეცხლების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული. მათივე ინფორმაციით, ამ 252.029 ხელშეკრულებიდან რაოდენობრივად ყველაზე დიდი ნაწილი 80% იპოთეკურ და სამომხმარებლო ცეცხლებს უკავშირდება. 19% მცირე და საშუალო ბიზნესია გაცემული. ხელშეკრულების 1%-ს კი დიდ ბიზნესთან გაფორმებული ცეცხლები შეადგენს. ცებმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებით ახსნა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას მტკიცებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მკვეთრად გამოხატული პრევენციული ნაბიჯია. მისი განმარტებით, ინფლაციური წნეხი ძირითადად მსოფლიო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრიდან მომდინარეობს. კონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები. ეს მოლოდინები და ეს რისკები ნათელია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც არის ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანა. ასევე არავინ იცის თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, როგორი იქნება შემდგომი ფასების ვოლატილობა გარებაზრებზე და აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით ჩვენ გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ანუ ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია. ამისთვის ვაკეთებთ ჩვენ ამას და ამიტომაც ვართ კონცენტრირებულები ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციაზე და ნორმალიზებაზე, რათა ჩვენ შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე, ასევე დავაზღვიოთ ის, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენ ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ 3%-ს. როგორც ეს იყო ნავარაუდები მანამ, ვიდრე დაიწყებოდა ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი და ვიდრე დაიწყებოდა ნავთობის ფასების ზრდა. ეკონომისტთა შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა თეორიულად სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ პრაქტიკაში მას არანაირი შედეგი არ ექნება. როგორც ისინი განმარტავენ, ქართული ოცნების მთავრობას გარეშოკებთან გასამკლავებლად საგადასახადო რეჟიმის გადახედვა არ სურს, ამიტომ მოქმედება ეროვნულ ბანკს თხოვა.